კოლეგებო, მოგესალმებით. Quorumi გვაქვს და შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა. Წარმოდგენილი არის დღის წესრიგი, არის ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, ასევე საორგანიზაციო საკითხები. მოდით მივუყვეთ ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით. საქართველოს კანონის პროექტი ცივგომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ. კანონთა პაკეტი არის, ორი კანონპროექტია. წამყვანი კომიტეტები, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, სავალდებულო კომიტეტი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, კულტურის კომიტეტი, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი. კარგით, შემდეგი ინიციატივა საქართველოს კანონის პროექტი პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. აქაც კანონთა პაკეტი არის, 6 კანონპროექტი არის პაკეტში. ეს არის საქართველოს მთავრობის ინიციატივა. წამყვან კომიტეტებად განისაზღვროს წამყვან კომიტეტად იურიდიული საკითხთა კომიტეტი, სავალდებულო კომიტეტებად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. დაჩქარებულია მოთხოვნა და გთხოვთ იმ შელოდება. ამ საკითხზე არის მოთხოვნა დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე. გთხოვთ თქვენს თანხმობას დაჩქარებულ წესზე. მადლობთ. ბატონო მათ შორის კი ბატონო ერთ დღეს ჩატარდეს ორი მოსმენა. საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალთა და არღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. აქაც ინიციატორი არის მთავრობა, ესეც კანონთა პაკეტი არის. წამყვან კომიტეტად განისაზღვროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, სავალდებულო კომიტეტი და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. შემდეგი ინიციატივა ეს არის საქართველოს კანონის პროექტი გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მთავრობა არის აქაც ინიციატორი. წამყვანი კომიტეტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, სავალდებულო კომიტეტი აქ არ გვყავს. შემდეგი ინიციატივა საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ორი კანონპროექტია პაკეტში. წამყვან კომიტეტად შემოთავაზებული არის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, სავალდებულო კომიტეტი და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი. შემდეგი ინიციატივა ეს არის დიზაინის სამართლის შესახებ რიადის ხელშეკრულება და დიზაინის სამართლის შესახებ რიადის ხელშეკრულების რეგულაციები. ორი კანონპროექტია პაკეტში. აქაც ინიციატორი არის საქართველოს მთავრობა. წამყვან კომიტეტად შემოთავაზებული არის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, სავალდებულო კომიტეტი და კულტურის კომიტეტი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. შემდეგი ინიციატივა საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. წამყვან კომიტეტად შემოთავაზებული არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. მე-18 საკითხი საქართველოს კანონის პროექტი ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აქაც მხოლოდ წამყვანი კომიტეტი არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. შემდეგი ინიციატივა საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. წამყვან კომიტეტად შემოთავაზებული არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. მე-20 საკითხი საქართველოს კანონის პროექტი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ინიციატორი არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ლობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი. წამყვან კომიტეტად განისაზღვროს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი. და კიდევ ერთი ინიციატივა არის, აქაც კანონთა პაკეტი არის. საქართველოს კანონის პროექტი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ესეც პარლამენტის წევრების ინიციატივა. შოთა ბერეკაშვილი, არჩილ გორდულაძე, ანტონ ლობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი. 3 კანონპროექტია პაკეტში. წამყვან კომიტეტად შემოთავაზებულია ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, სავალდებულო კომიტეტი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. გადასხდომის თავმჯდომარე. გთავაზობთ, რომ ბიუროს გთავაზობთ, რომ წამყვან კომიტეტად განსაზღვრული კომიტეტი ერთი დარჩეს, აქ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის განსახილველი საკითხები ნაკლებად არის და თან უმეტეს ვიყავით ჩართულები ამ
თანაინიციატორიც ვარ და შესაბამისად თუ რაიმე საჭიროება იქნება რომ კომიტეტი ჩაერთოს, მათ შორის არაფორმალურ გარემოში სამუშაო რეჟიმში აუცილებლად ჩავერთვებით. ანუ სავალდებულო კომიტეტი რომ არ გამოსაზღვროთ ამ ცვლილებას. და მხოლოდ ერთი კომიტეტის ფარგლებში, როგორც მაგალითად სხვა მეორე კანონპროექტი იყო მომხდარობაში, ისე ბიუროს წევრები თუ თანახმა არიან, წამყვან კომიტეტად განისაზღვროს მხოლოდ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, სავალდებულო კომიტეტი არ იქნება. და გადავდივართ საორგანიზაციო საკითხებზე. საქართველოს პარლამენტის საბინანსო საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2017 წლის 12 ივნისის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ნომერ 5 ცვლილების წერილით შეთანხმების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელება. გთხოვთ დაუჭიროთ ხარი, მადლობთ. შემდეგი საკითხი, ეს არის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის მარიამ ლაშქრის მიერ წარმოდგენილი ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის საქმიანობის ანგარიში. ცნობად ვიღებთ ამ ინფორმაციას. ასევე ცნობად ვიღებთ შემდეგ ინფორმაციას, ეს არის ფრაქცია ქართული ოცნების მიმართვა. ფრაქციის წევრის იმედან იკურაძის საპროცედურო საკითხთა კომიტეტში გაწევრების შესახებ. შემდეგი საორგანიზაციო საკითხი საქართველოს გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ამ შემთხვევაში წამყვან კომიტეტად შემოთავაზებული არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, სავალდებულო კომიტეტად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. და ბოლო საორგანიზაციო საკითხი, დასამტკიცებელი საკითხი არის საქართველოს პარლამენტის ხაზინათა და საბჭოს გადაწყვეტილებები ნომერ 260-261 გადაწყვეტილებები. გთხოვთ დავამტკიცოთ. მადლობთ. დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები ამოვწურეთ. სხვა საკითხი ხომ არ არის? არ არის. მადლობთ. ბიუროს თორმა დასრულებულია.